მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წილვა როცვა აღევლინა. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. საეკლესიო სწავლების მიხედვით ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანის სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. აღდგომის მარხვის საბოლოო კვირა მორწმუნეთათვის მძიმეა. ხარებისა და ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულები კი მარხულთათვის თევზით ხსნილი. დიდ მარხვა სამართს დაიწყო და 20 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. მთელს აჭარას, მთელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს ღმერთის მადლი შეწეოდეს ყველას და ჩვენი ქართველი მალე გვენახოს გამთლიანებული, გაწყინებული. დღევანდელი დღე ყველა ქრისტიანისათვის, განსაკუთრებით მართლმადიდებლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ულოცავს, სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს ულოცავ დღევანდელ დღეს. და სულ გახარებული, სულ სრულიად გაერთიანებულ საქართველოში ეზეიმოს დღევანდელი დღე და ასეთი ყველა რელიგიური დღესასწაული. ხარება არის აღდგომის სიხარულის დასაწყისი, იმიტომ რომ ამ დღეს ეხარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ის იქნებოდა კაცობრიობის მხსნელის დედა. ამიტომ ეს უდიდესი დღესასწაულია. ხარება დღე და ბზობის დღესასწაული თავისთავად არის ხსნელი თევზით, რადგან დიდი დღესასწაულია და ამით კიდევ ერთხელ რაღაცა ხდება მარხვის შუალედში შემსუბუქება სწორედ მარხვისა. გილოცავთ, აღდგომა სიხარულისა და გაგითემოთ ყველას.